მოსწავლეებს მასწავლებლის შეფასების, ანუ ფულის დაწერის უფლება უნდა ჰქონდეთ. აწიე ხელი თუ ამ მოსაზრებას ეთანხმები. ბარბარე და ანასტასია თინანოს წინააღმდეგ. თქვენი მიზანია შეთანხმებას მიაღწიოთ 120 წამში. წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯება. წამზომი ჩაირთვა. განათლება ორმხრივი პროცესია. თუ ჩვენ გვაფასებენ, მაშინ ჩვენც უნდა გქონდეს უფლება, რომ მასწავლებელს ქულა დაუწეროთ. ეს მათ პასუხისმგებლობას გასცდის და თანაც მოტივაციას მისცემს, რომ უფრო მეტად ისჩომონ და შესაბამისად გაკვეთილი სასიამოვნო გახადონ. მაგრამ მოსწავლეები ძირითადად ემოციურად მოქმედებს. აი მაგალითად, თუ მასწავლებელმა დაბალი ქულა დაგვიწერა, ან ბევრი დავალება მოხდა, ჩვენ სამაგიეროს გადახდით მიზნით დაბალ ქულას დავუწერთ. თან ჩვენ არ გვაქვს იმის კომპეტენცია, რომ მასწავლებლის პროფესიონალიზმი ობიექტურად შევაფასოთ. ეს ყველაფერი არაფერს არ გამოიწვევს გარდა იმისა, რომ სკოლაში ქაოსი შექმნის და მასწავლებლის ავტორიტეტს შეალახავს. ხომ მხრიდანაც რო შევხედოთ, დღეს ბევრმა მასწავლებელმა საერთოდ არ იცის, რას ფიქრობთ მათ მეთოდებზე. ფულის დაწერა არ ნიშნავს იმას, რომ ვსჯით, არამედ უბრალოდ უკავშირია. მაგალითად, თუ მთელი კლასი დაბალ ქულას უწერს მასწავლებელს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა უბრალოდ მეთოდშია და არა მასწავლებელში. რაც მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს. ასე შეძლებს, რომ უფრო საინტერესო გახადოს საგაკვეთილო პროცესი. ზუსტად, და კარგი მასწავლებელი უფრო მოტივირებული იქნება კარგი შეფასებით და ეს გააუმჯობესებს მასწავლებელს და მოსწავლეს შორის ურთიერთობას. პირიქით, მასწავლებლები დაიწყებენ მოსწავლეებისთვის კარგი ქულების დაწერას და ნიშნების ჩუქებას. იმისათვის, რომ თვითონაც კარგი ქულები მიიღონ, ეს კი უბრალოდ სწავლის ხარისხს დააგდებს. თუ შეფასება ანონიმური და თან არგუმენტირებული იქნება, ჩემი აზრით, მაგის რისკი მინიმუმამდე დაიწევს. კარგი, მაშინ მოდი ასე შევთანხმდეთ. იმის მაგრად რომ უბრალოდ ქულა დაუწეროთ მასწავლებელს, სკოლამ შემოიღოს ანონიმური კითხვარი, სადაც კონკრეტულ კითხვებს გავცემთ პასუხს იმის მაგრად რომ ქულა დაუწეროთ მასწავლებელს. აი მაგალითად ისეთ კითხვას თუ როგორ აგვიხსნეს მასალა. დრო ამოიწურა. წარადგინეთ შეთანხმება. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ანონიმური კითხვარის შევსება, სადაც ისინი მასწავლებლის ახსნის მეთოდებზე გააკეთებენ კომენტარს. შეთანხმება მიღწეულია.